შევიდა და გაიარა იერიხონზე. და აიყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე. მებაჟეთა უფროსი და მდიდარი. სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანა დაბალი იყო. წინ გაიქცა ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: ზაქე, ჩამოდი სწრაფად. დღეს შენ სახლში უნდა დავრჩე. სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოხვდნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდა. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და თუ ვინმესთვის რამე გაომეძავას, 4 მაგათ მივაგე. იესომ უთხრა მას: დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რა კი ისიც აბრაამის ზია. ვინაიდან კაცის ზე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად. როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონად უცბად გამოჩნდებოდა ღვთისმსასუფეველი. ამის გამო თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა თავის 10 მონას. მისცა 10 მინა და უთხრა, ვიდრე დაუბრუნდებოდე, ივაჭრეთო. მაგრამ მის მოქალაქეებს ზულდათ იგი და უკან მოციქულები დაადევნეს და დააბარეს, არ აქვს სურს რომ მაგან იმეფოს ჩვენზე. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ 10 მინა შეიძინა. უთხრა მას: კარგი კეთილო მონავ, რა კი მცირე ზერდგული იყავი, 10 ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება. მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ 5 მინა მოიტანა. იმასაც უთხრა: შენც იყავ 5 ქალაქზე. მესამე მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა შენი მინა, რომელიც ხელსაყრელში მქონდა გამოკრული. ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ, იღებ, რაც არ დაგიდია და იმ კი, რაც არ დაგითესავს. მან უთხრა: შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ, ვიღებ, რაც არ დამიდია და ვიმ კი, რაც არ დამითესია. აბა რაღაცომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულ სარგებლით ურთ მიმეღო. და უთხრა იქ მდგომებს: წაართვით ამას 1 მინა და მიეცით 10 მინის მქონეს. მათ უთხრეს: უფალო, მას 10 მინა აქვს. გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემ, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცით ჩემს წინაშე.